მერცის მარცხმა სულ რამდენიმე საათი გასტანა. თულად დაწყებული დღის ბოლოს სასურველი შედეგი მაინც მიიღო. 325 ხმით გერმანიამ ახალი კანცლერი აირჩია. მილოცვები ბუნდესტაგშივე მიიღო, მათ შორის იმ ოპონენტებისგანაც, რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის წინ მის წასვლას და ახალ არჩევნებს ითხოვდნენ. Im Namen der Bundesrepublik Deutschland ernenne ich aufgrund des Artikels 63 ცოტა დაგვიანებით, თუმცა მთელი გულით გილოცავთ არჩევას. გისურვებ წარმატებებს თქვენს გზაზე. გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სახელით კონსტიტუციის 73 მუხლის შესაბამისად, ბატონ ფრიდრიხ მერცს ნიშნავ ფედერალური კანცლერის თანამდებობაზე. ფრიდრიხ მერცმა ვერ მოაგროვა 316 ხმა და საჭირო უმრავლესობა. შესაბამისად, არ არის არჩეული გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერად. მანამდე კი იყო პირველი კენჭისყრა და სიტყვები, რომლის მოსმენასაც ფრიდრიხ მერცი დღეს ყველაზე ნაკლებად ელოდა. თუმცა მოისმინა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის პირველი გახდა, ვისი კანდიდატურაც გერმანიის ბუნდესტაგში პირველ მოსმენაზე ჩავარდა. იმედგაცრუება არ შეიმჩნია, რადგან წინ მეორე მოსმენა და კანცლერობის კიდევ ერთი შანსი ელოდა. კენჭისყრის შემდეგ მმართველი კოალიციისთვის საუბრები დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. ჩვენ მყარად ვდგავართ და გვესმის, რომ სტაბილურობა გვჭირდება. მსოფლიო ტურბულენტურ მდგომარეობაშია. ევროპას ძლიერი გერმანია სჭირდება. გვჭირდება დაუყოვნებლივი სიცხადე. კოალიცია ვაკუუმში ვერ იქნება. კარგად უნდა გავიაზროთ ჩვენს წინაშე მდგარი პასუხისმგებლობა. არ ვარ შეძრული. ეს საპარლამენტო დემოკრატია, ეს ლიბერალური ქვეყანაა. ეს კი ის სამწუხარო შემთხვევაა, რომლისთვისაც მზად უნდა იყო. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, თუ როდის ჩატარდება მეორე რაუნდი. რა დროსაც ფრიდრიხ მერცს ისევ ვუყრით კენჭს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას დაამტკიცებენ. პროგნოზები გამართლდა. კონსერვატორი კი სერიოზულ პოლიტიკურ დარტყმას გადარჩა. ახლა მის წინაშე სერიოზული გამოწვევაა. საკუთარი კოალიციის წევრები კარგად უნდა შეისწავლოს. ქრისტიან დემოკრატიულ და ქრისტიან სოციალურ გაერთიანებას არჩევნებში მოპოვებული 28%-ის შემდეგ კოალიციის შექმნა სოციალ-დემოკრატებთან მოუხდათ, რომლებმაც თებერვლის არჩევნებში 16% მოაგროვეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველ მოსმენაზე ფრიდრიხ მერცს უმრავლესობა ხელთ ჰქონდა. რომ არა 6 ამბოხებული დეპუტატი. ვისი სახელისა და გვარის დადგენაც რთულია, რადგან კენჭისყრა ფარული იყო. მიუხედავად ამისა, მერცმა არათუ საჭირო 316, მთელი 325 ხმით ვითარება მის სასარგებლოდ შემოადრიალა.